Bismillah, alhamdulillah, assalamu alaikum, მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ვისაუბრო გასვენებასთან დაკავშირებით, ანუ ჯანაზის ლოცვაზე, შეიძლება თუ არა მიცვალებულის სახლში როცა, სახლში შიგნით როცა. მოგეხსენებათ, რომ როდესაც მუსლიმი ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენ მუსლიმებს მის მიმართ გაგვაჩნია ვალდებულებანი ზოგიერთი რამ, ესენი არის განბანვა, სუდარით შემოსვა, ლოცვის აღსრულება და საბოლოოდ გაცილება, ანუ მიყარება. რაც თქმა უნდა ძალიან ბევრი შეცდომები ხდება ამ ჯანაზასთან დაკავშირებით, რომელიც ეს არის სრულწმენებიდან გამომდინარე ზოგიერთი არამუსლიმ აღსავლობიდან გადმონაშთული არის ტრადიციები და ასე შემდეგ. ამაზე რომ აღარ ვისაუბროთ, მინდა რამოდენიმე თავართ იმაზე რომ გავაგრძელოთ, რამოდენიმე დღის უკან რა ერთი ამბავი გადახვდა და მინდა მოგახსენოთ და მაგალითი მივიღოთ და ის შეცდომა რაც რო ხდება მსგავს შემთხვევაში არ გავითვალისწინოთ და არც ერთმა სასულიერო პირმა არ გაუშვოს და არ გააკეთოს დაგვირეკეს და გითხრეს რომ სუდად ჯანაზის ლოცვა რა თქმა უნდა დავთანხმდით ოღონდ დილის საათებში. ნუ ეს ჩვენ გაგვიკვირდა რატო დილის საათებში, როცა რომ ჩვენ საზოგადოებას ხალხს ვეხვეწებით და ვეუბნებით რომ შუა დღის ლოცვასთან ერთად მოიყვანეთ მიცვალებული, რადგან საზოგადოება მრევლი ბევრი იქნება და უკეთესი იქნება, მაგრამ არა 3 საათზე უნდა გამოიყვანონ, 3 საათამდე არ გამოხვალ. თითქოს 3 საათამდე თუ გამოიყვანებენ, არ მიიღებენ იქ. არ ვიცი რის გამო, რატო ამას აკეთებენ. ნუ, როდესაც მივედით 9 საათზე, უთხარით რომ რატო ანუ ასე დილით რატო ასვენებთ და ასე შემდეგ. არა, ახლა არ უნდა გავასვენოთ, ახლა ვილოცოთ და გასვენება 3 საათს შუადღე. რატო? მეგრომ ეს ოჯახის წევრები გამხდარან არამუსლიმები, ანუ მურთედები. ეს პიროვნება ვინც მიცვალებული ვინც არის ყოფილა მუსლიმი დარჩენილი და ის საზოგადოება თან ეს ოჯახი ყოფილა ერთ-ერთი ფირმის დირექტორი და ის საზოგადოება რომელიც უნდა მოსულდა ყოფილიყო გასვენების დროს მოერიდათ შეერცხვათ რომ როგორ შეიძლებოდა ისლამის წესისამებრ გაეცელებინათ თქვათ მისი მშობელი. რა თქმა უნდა ჩვენ ამაზეც აქ მოსული პარე გავაკეთოთ, შევასრულოთ ლოცვა, მაგრამ როდესაც ვუთხარით რომ გამოვიყვანოთ მაშინ და ვილოცოთ, ანუ ღია სივრცეში, ეზოში, უარი განაცხადეს, რომ შიგნით გველოცა. მე ვთქვა, რატო? რაღაც მიზეზები თქვეს, ზოგი სრულწმენებიდან გამომდინარე, ზოგი მათი ისე მოერიდათ, შეერცხვათ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უარი ვუთხარით, არ შეგვისრულებინა, მაგრამ მინდა თქვა, რომ არც ერთ მოსასულიერო პირს არ გააკეთოს მსგავსი რამ ქმედება, რომ თუ ადამიანებს არ გამოხდათ სახლიდან, სახლიდან გარეთ ეზოში ან არ მოხდათ მეჩეთში, არ შეასრულონ ლოცვა. ეს ერთი. მეორე არის, რომ რელიგიურ წესებს თავი დავანებოთ. აი ის იმ ოჯახის წევრებზე მაქვს საუბარი და მიმართვა თუ ნახვენ, როგორი შვილი უნდა იყო ან ოჯახის წევრები რომ საკუთარ მშობელს არ მიაგო ის პატივი, ის წესი, რაც რომ მას ეკადრება. და შენ როცა რომ შეგრცხვა შენი იმ საზოგადოებისა, რომელიც რომ უნდა მოსულდა ყოფილიყვნენ და ამის გამო შენი მშობელი არ დააფასე ისე როგორც მას ეკადრებოდა. ნუ მე მაგას ეს ჩემამდე არ დადის რა. ეს როგორი შვილი უნდა იყო, ან როგორი ოჯახის წევრები. და ეს არის ერთ-ერთი დიდი მაგალითი, რომ აი ჩვენ მუსლიმ საზოგადოებისთვის რომ წარმოიდგინეთ, რომ აი რის გამო ამ ქვეყნიური ფუფუნების გამო, ამ ქვეყნიური რაღაც კარგად ვიცხოვრო იმის გამო უღალატო სარწმუნოებას. შემდგომ იწვალო მთელი შენი ცხოვრება და შენმა შვილებმა, შენმა ოჯახის წევრებმა არ მიგაგონ პატივი ისე როგორც საჭირო არის, რის გამო წვალო? რის გამო? და აი მაგალითი ყველა ჩვენ მუსლიმ საზოგადოებისთვის, რომ აი ჩვენ ოჯახის წევრებს, ჩვენ შვილებს თუ არ ვეპატრონებით და არ მივხედავთ ისე სათანადო როგორც წესი არის საჭირო არის, აი ასეთნაირად დავრჩებით თქვათ ულოცველი. შემდგომ რაღაც მოხდარა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი და გულდასაწყვეტი. მაგრამ ადამიანმა საკუთარი მშობლის პატივის მისაგებად არჩევნა თავისი რეპუტაცია, სიამაყე და საზოგადოების თვალში არ მყოფილიყო თითქოს რაღაცა. არ შერცხვა ღმერთის, არ შეეშინდა ღმერთის და შერცხვა ხალხისა.
ასეთი შვილის ყოლას არ ყოლა ძალიან ბევრი დამეთანხმება რომ სჯობს უზენაესმა ალლაჰმა არაგვაცილოს ჩვენ ჭეშმარიტ გზიდან უზენაესმა ალლაჰმა ხეირიანი გამოსადეგარი შვილები შთამომავლობის დატოვება ყველა მორწმუნის ნასიბი გაგვიხადოს. Selam.